მოგესალმებით. მინდა ჯერ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე გიორგობა და ყველას უსურვო ისეთი გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. მე მინდა სანამ კითხვებზე გადავიდოდეთ, მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელსაც ასევე პოსტი დავუთმე ამ დღეებში, ამ ბავშვების დიუშენით დაავადებულ ბავშვების საკითხს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული საკითხი მთელი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩემთვის პირადად, მე მგონი რომ ყველა დედასთვის ძალიან გასაგებია თუ რას განიცდიან დღეს ის მშობლები, რომელმაც იციან რომ არსებობს რაღაც საშუალება, რომ თუნდაც დროებით გადაიბადოს ამ ბავშვების დაავადება, რაღაც მიეცეთ იმედი, სანამ სხვა მკურნალობა კიდევ არ გაჩნდება და ვერ პოულობენ ვერც პასუხს და ვერც დახმარებას ამ მიმართულებით აქაური რეჟიმისგან. როგორც ჩანს, არაფერი ასეთი არ ადარდებს. მე მგონი რომ ეს არის ყველა სიჩვენი წუხილი და ყველა უნდა ვიფიქროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ამიტომ მე გადავწყვიტე რომ მივმართო ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის კომისიას, კომისარს, ჯანდაცვის კომისარს, რადგანაც მოვისმინე ძალიან დიდი ყურადღებით მათი განაცხადები ბოლო პერიოდში, რომ აქაურ მთავრობასთან სანამ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს და თავის განცხადებებს არაფერი წინსვლა არ იქნება, ვერ იქნება, სამაგიეროდ რომ ხარს უჭერს ევროკავშირი ჩვენ საზოგადოებას, რომელიც იბრძვის ჯერ კიდევ და რომელმაც გამოაჩინა თავისი პროევროპულობა არაერთხელ და მას უჭერს მხარს. თუ ეს მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, იმ დროს როცა შეწყდა პრაქტიკულად ყველა პროგრამები და ყველანაირი დაფინანსება საქართველოსთვის, ალბათ მოიძებნება საჭირო თანხები იმისთვის სწორედ რომ დაეხმარონ ამ მშობლებს და მათთვის გამოიყოს ეს თანხები, რომელიც ესოდენ საჭირო არის და ამიტომ მინდა რომ მიმართო მაზეგარის 9 მაისი ევროპის დღე და ევროპის დღეს ჩემი წარმომადგენლები მიიტანენ ევროკავშირის ელჩთან სწორედ ამ წერილს, რითაც მე მოვითხოვ რომ ეს დახმარება გამოიყოს დიუშენის დაავადებულ ბავშვების მშობლებისთვის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ დარჩება უპასუხოდ, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც მართლა სიმბოლური იქნება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირი დღესეც კიდევ არის ჩვენს გვერდით, რომელსაც ამდენი რამე გააკეთა სწორედ საქართველოს ჯანდაცვისთვის აქამდე და ეს დახმარება გრძელდება. ამავე დროს იგივე წერილით მივმართავ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ გადაეცეს სახელმწიფო დეპარტამენტს და იგივე თხოვნით, რომ ამერიკელებმაც, რომელმაც ასევე ძალიან ბევრ დაავადების ბრძოლაში ჩვენს გვერდით იყვნენ და რეალურად ჩვენ ვერ დავამარცხებდით იმ დაავადებებს თუ არა ამერიკის დახმარება, ამ მომენტში, ამ დროს გამოგვიწიონ კიდევ ეს ხელი და დახმარება. ნინო ბაღდაძის შეკითხვა შემოვიდა, დღეს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში მზარდი ინფლაციის გამო. მაშინ როცა ფასების კომისია პარლამენტში და მთავრობა ურთიერთსაპირისპიროს გვიმტკიცებენ და ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს აკეთებენ, ჩვენ რა გვეშველება ხალხს? ერთი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არავინ არ აკეთებს, ყველაფერი ნათელი არის, ფასები იზრდება. ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია მიმდინარეობს ქვეყანაში, გაზრდილია და მისი პასუხი ამ ინფლაციაზე სწორედ არის ეს ზრდა იმ სესხების, რომელიც ლარში არის გაცემული, ეს იგი ყველაზე დიდი ნაწილი სესხების, რამე თუ უკვე ქვეყანაში დოლარებით და ევროთი ბევრად ნაკლებ ხალხს შეუძლია რომ აიღოს სესხი.
და ეს ყველას ეხება ზრდა ფასების, ყველას ეხება ზრდა ამ სესხის განაკვეთის და ყოველდღიურად მძიმდება ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობა იმის მიუხედავად თუ რას საქმიანობდნენ თუ არა ის მილიონერი დეპუტატები რომელიც ისხდნენ ამ ფასების კომიტეტში ამდენი ხანი სულტყვილა როგორც ჩანს რამე თუ არც ერთი შედეგი ამას არ გამოუტანია გარდა ის რომ რაღაცა ზეწოლა არის ბიზნესმენებზე რომ დროებით მაინც რაღაცა აჩვენონ ხალხს რომ ვითომც იქ თუ აქ დაიკლო რაღაცა ფასი მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელოვნური ფასების გაჩერება ან შემცირება არ ხდება გადაწყვეტილებებით არ ხდება ზეწოლით ხდება ბაზრის გამართული საქმიანობით და გამართვით და ეს არის ის რაც ამ რეჟიმმა ვერ შეძლო არიციან საიდან მიუდგნენ მხოლოდ ერთი რამე იციან სხვათა შორის ეს არის თვითონ როგორ გამდიდრდნენ როგორ აივსონ ჯიბეები მილიონობით და მერე ვიღაცებს იჭერენ ამისთვის მაგრამ ზოგადად ეს არის ზოგადი პრინციპი მათი მართლობის რომ ყველა მიშვებული არის იმისთვის რომ ტენდერებით თუ სხვა ფორმით ძალიან ბევრი ფული დააგროვონ და არავინ არ ზრუნავს იმაზე რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს გამართული განვითარებული ჩვენი ექსპორტიც იყოს განვითარებული იმპორტზე არ ვიყოთ მთლიანად დამოკიდებული და ამდენად ფასებიც იყოს დარეგულირებული ბაზრის მეშვეობით და არა როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს რაღაცა გადაწყვეტილი ხელოვნური გადაწყვეტილებებით რომელიც მოდის ზემოდან და არის სრულიად არა აღსახვა იმისი თუ რაც ხდება ეკონომიკაში დალი ლომთათიძის შეკითხვა არის ეკლესიასთან დაკავშირებით ვეკითხება როგორ შეაფასებდით ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს პატრიარქობის კანდიდატებზე საუბარი უკვე საჯარო სივრცეშიც გადავიდა დღეს თავად კანდიდატების მხრიდანაც არის გაკეთებული გარკვეულ თემებზე განცხადებები და ღიად საუბარი რასაც ძალიან დიდი განვედაობა სჭირდება მე მგონი ის უნდა ითქვას პირველ რიგში და დღეს არ მავიწყდება რომ გიორგობა არის სწორედ ის უნდა ითქვას რომ საქართველოს ეკლესია დგას თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევის წინაშე ამდენი ხანი იმის შემდეგ რაც საქართველო გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან პატრიარქი და პატრიარქმა შეძლო ეს უდიდესი მისი დამსახურება არის შეძლო რომ დაეყენებინა ფეხზე საქართველოს ეკლესია გაეცოცხლებინა საქართველოს ეკლესია გაეცოცხლებინა მრევლი და შეენარჩუნებინა მისი იდენტობა საქართველოს ეკლესიისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდის მანძილზე რომელმაც გამოგვიყვანა საბჭოთა წყობიდან თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში დღეს არის არანაკლები გამოწვევა და ეს გამოწვევა არის ყველასთვის პატრიარქმა იზიდა ყველაზე დიდი ეს გამოწვევა თავის დროს მარტო თვითონ იყო ამ ყველაფრის შემქმნელი ვიტყოდი და დღეს უკვე ეს არის გადანაწილებული ყველაზე და ყველა იღებს კერძოდ და ინდივიდუალურად თითო მეუფე რომელიც სინოდის მონაწილე არის იღებს პასუხისგებლობას ჩვენ მომავლის წინაშე ის რაც იქნება გადაწყვეტილი ამ სინოდის მიერ იქნება უშუალოდ ჩვენი ეკლესიის მომავალი ჩვენი ეკლესიის გაცოცხლება კიდევ ერთხელ თუ ჩვენი ეკლესიის გარუსება ეს არჩევანი და რაც არის მისია საქართველოს ეკლესიის მთელი საუკუნეების მანძილზე რომ იყოს დამცველი მაგრამ იყოს ასევე ის რომელიც უხსნიდა გზას დამოუკიდებლობას ძალიან ბევრ მომენტში რომელიც უხსნიდა გზას ქვეყნის გაერთიანებას გაერთიანება იყოს სწორედ დამოუკიდებული იმაზე თუ სად
იყო ქართული ეკლესია, სად წირავდნენ ქართულად. დღეს იგივე სიტუაცია არის, დღეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ, პრაქტიკულად სახელმწიფო აღარ იცავს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ოცნების ხელში უკვე არის დამთმობ რეჟიმში რუსეთის მიმართ. ეხლა კითხვა დგას, ეკლესია დაგვიცავს, ეკლესია დაიცავს დამოუკიდებლობას, ეკლესია იქნება თავის სიმაღლეზე თუ არ იქნება. და აქ არავის არ შეცდებს არაფერი. როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ ამ კითხვაში, ბევრად უფრო გამბედაობა სუფევს ეკლესიაში, გაჩრუმებული არავინ აღარ იქნება, დამალული არაფერი არ იქნება. ანუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ ვის და რას დაუჭერს მხარს, ეს ყველაფერი გვეცოდინება. და ეს პასუხისგებლობა იქნება საუკუნოვანი. ამიტომ ყველამ უნდა თავისი პასუხისგებლობა გაითვალისწინოს, შეიგნოს და მიიღოს თავისუფლად გადაწყვეტილება. აქ ვიღაც ბიზნესმენის, რომელიც სახელს არც ვახსენებ, იმიტომ საჭიროც არ არის, რომელიც ხელისუფლების რეჟიმის სახელით მიდის და ვიღაცებს ფულს თავაზობს, რაღაც გავლენები, რაღაც კომპრომატები, რომელიც შეიძლება არსებობდეს იმ კრებსების საფუძველზე. ეს ყველაფერი არაფერი არ იქნება არავისი გამართლება. ყველას აქვს ძალიან დიდი პასუხისგებლობა ღვთის წინაშე პირველ რიგში და ერის წინაშე მეორე რიგში. ასე რომ ყველა გიყურებთ და გელოდებით. გარკვეულწილად კი გაეცით ამ კითხვის პასუხი, მაგრამ მაინც შემოვიდა TikTok live-ზე. გამარჯობა ქალბატონო სალომე, ჩვენი ქართული ეკლესიის წამყვანი, რატომ უნდა რუსულ საპატრიარქოს რუსეთისკენ? რატომ უნდა საქართველოს წაყვანა რუსეთისკენ? რატომ რუსეთს მუდამ უნდოდა საქართველოს დამონება და იმპერიალისტური ქვეყნის ეს მიზანი არის შეუცვლელი დღემდე. რუსეთი ვერ ცნობს ვერც ერთ საზღვარს, მიაჩნია რომ ეს ყველაფერი მისი არის და ეკლესია იყო მისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, ეს მე-19 საუკუნიდან ვიცით, როგორ ექცევოდნენ ქართულ ეკლესიას, როგორ აიგრძალა ქართულად წირვა, სწორედ იმისთვის, რომ ეკლესია ყოფილიყო გარუსების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის ინსტრუმენტი, როგორც იყო ყოველთვის ჩვენს ისტორიაში. ასე რომ არაფერი არ იცვლება და რუსეთი რომ ამას ცდილობს, ეს გასაკვირი არ არის. გასაკვირი არის სხვა რამე, რომ დღეს შეიძლება არსებობდეს ჩვენს ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ მათ ემსახურონ და არა საკუთარ ქვეყანას და არა საკუთარ მრევლს და მოქალაქეებს. იაკობ გეგეშიძის შეკითხვა არის, მას აინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად მოითხოვს თუ არა საქართველოსგან ეროვნულ მართლმადიდებლური ტრადიციების, ოჯახის მოდელისა და კულტურული იდენტობის შეცვლას. მე მგონი რომ ამაზე მარტივი არის პასუხი, საკმარისი არის რომ გადახედოთ სხვა ევროპის ქვეყნებს, ეს იქნება იტალია, ესპანეთი, ღრმა კათოლიკური ქვეყნები თუ საფრანგეთი, ამავე დროს მართლმადიდებელი ქვეყანა როგორც არის საბერძნეთი, არ ამგონია რომ არსად ყოფილიყოს იმისი დასტური, რომ ევროკავშირი ითხოვს რამენაირად იდენტობის შეცვლას. პირიქით არის დამცველი იმ მრავალფეროვნების, რაც არის მახასიათებელი სხვადასხვა ევროპული ქვეყნების და თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნებს, არ ვიცი, ან დღევანდელ ამ ჩვენი რეჟიმის წარმომადგენლებს სათხოვნებიან კაცები კითხვა ისმის. თენგო ასანიძის შეკითხვა ეხება საგარეო პოლიტიკას. ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ ევროპისა და მსოფლიო ლიდერების შეკრება სომხეთში. სომხეთი ევროკავშირის ახალი დასაყრდენია კავკასიაში, რაც წლების განმავლობაში საქართველო იყო. რას ფიქრობთ ამაზე?
რას ფიქრობ? იმას ფიქრობ, რასაც ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ცოტა გულის ტკივილით უყურებთ იმას, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოს ბედი და ეს დიდი კონფერენცია პირველად კავკასიაში უნდა ჩატარებულიყო საქართველოში. ამის წინამორბედი იყო ის დიდი კონფერენცია, რაც ჩავატარეთ ჩვენ დროს პეტრაში, სადაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ერთად ასოცირების ტრიოს ვმასპინძლობდით ჩვენ და მაშინ იყო საქართველოს როლი ნამდვილად ის წინწაწეული და პირველი ამ რეგიონში, რომელიც უნდა შესულიყო და გაწევრიანებულიყო ევროკავშირში. ჩვენ ეს როლი დღეს ნამდვილად დავკარგეთ და რომ ვუყურებთ იმ დიდ ზეიმს, რაც ჩატარდა ერევანში, ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ თბილისშიც ასევე ჩავატარებდით და ძალიან დიდი სიხარულით ჩავატარებდით. მაგრამ მეორე არის, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს და რაც უნდა ვიცოდეთ და ამ დროს არ გადავეწყოთ რაღაცა ეჭვიანობაზე თუ შურზე, რომ რა ხდება სომხეთში და რატო ჩვენთან არა. ძალიან კარგი არის, რომ სწორედ სომხეთი გახდა ევროკავშირის საყრდენი იმ მომენტში, როცა საქართველო მოღალატა ევროკავშირს და თავის ორიენტაციას, საკუთარ თავს რომ მოღალატა. იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო, მაშინ მთელი რეგიონი რეალურად იქნებოდა განრიყული და პრაქტიკულად რუსეთისთვის გადაცემული თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნაცრისფერ ზონაში მოიქცეოდა. და ის ფაქტი, რომ დღეს ასეთი ინტერესი და ყურადღება არის სომხეთის მიმართ მთლიანი ევროკავშირისგან, რომ ყველა ჩამოსული იყო, თუნდაც არა ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი ან კანადა, ეს დიდი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის და ყველა იმ საკითხებისთვის, რომელიც მომავალში ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, იქნება ჩვენთვისაც სასიცოცხლო საკითხები. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა ვეჭვიანობდეთ, ჩვენ უნდა ვეჭვიანობდეთ ჩვენ თავზე, ამ რეჟიმზე, რომელიც მათ წაგვართვა ეს პირველობა რეგიონში და ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი როლი სომხეთთან ერთად. აქ კომპეტიცია და კონკურენცია კი არ არის, რაც უფრო ევროპელი იქნება სომხეთი, მით უფრო მთელი რეგიონი გახდება მალე ევროპის პრიორიტეტი, ევროპის ინტერესების მატარებელი და ძალიან ბევრი ინტერესი არის ამ რეგიონში. და იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ უნდა სასწრაფოდ დაუბრუნდეთ ჩვენ გზას და ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და არავინ სხვისი. ლორან გავაბლიშვილი, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რკინიგზიდან 1000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორ ფიქრობთ, ეს არის განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიება თუ ქართულ ოცნებას გაუჭირდა და ბიუჯეტის დიდი დეფიციტი აქვს? მე ვერ ვიტყვი ვის რა მიზეზი ქონდა რეჟიმს, რომ ასე უცებ 1000 ადამიანი გაინთავისუფლებინა, მაგრამ ნათელი ერთი რამე არის ამ ყველაფერში, რომ უკვე რეჟიმი იმ დღეში არის გადასული, რომ არავის აღარ უფრთხილდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რკინიგზაში დღევანდელ დღეს და თუ მივყვებით იმას, თუ რა პოლიტიკა იყო განხორციელებული, ალბათ ძალიან დიდი ნაწილი ამ 1000 კაცისგან იყო იმ ხალხის დაკომპლექტებული, ვინც იყვნენ ნათესავები, ახლობლები, ოცნების წარმომადგენლების და სხვადასხვა კლანების. ესე იგი, ამაზე აღარ ფიქრობს რეჟიმი, აღარ ჩერდება ამაზე. თუნდაც თუ თავისი მომხრეები ისჯებიან ამ მისი გადაწყვეტილებების გამო. მთავარი ის არის, რომ სადღაც რაღაცა ფული დაჭირდა, სადღაც რაღაცა ეკონომია დაჭირდა, სადღაც შეიძლება ამავე დროს ვიღაცის დასჯა დაჭირდა, მაგრამ უკვე
მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალიან ვიწრო წრეზე ზრუნავს, რომელიც არის უშუალოდ ხელისუფლების და ძალაუფლების დამცველი ვიწრო წრე. დანარჩენზე ვეღარ ზრუნავს, აღარ აინტერესებს და არის კონცენტრირებული თვითონ როგორ გადარჩეს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ამ რეჟიმის უკვე დაშლის და ბოლო პერიოდის. კაპიტალზე შემოვიდა კითხვა, რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა დასაქმებულთა უფლებების დასაცავად? ვისი დასაცავად აკეთებს რამეს? ანუ კითხვა არის წარმოვიდგენელი. არც ერთი უფლება ამ ქვეყანაში არავისი არ არის დაცული. არც ერთ კატეგორიის, არც სოციალური უფლება, არც ჯანდაცვის უფლება, არც ადამიანის კლასიკური უფლებები, რაც არსებობს, არც ქონების დაცვის უფლება, როგორც ვნახეთ თბილისში, როცა ხალხს თავიანთი ბინებიდან ან თავისუფლებენ და გარეთ ყრიან, არც ერთი უფლება. ვინმე პირიქით მე დაგისვამ კითხვას, დამისახელეთ ერთი უფლება, რომელიც ამ ქვეყანაში დაცული არის ვინმესი. ერთადერთი უფლება მე რაც ვიცი, რომელიც დაცული არის ერთი ადამიანის უფლება, რომელსაც აქვს უფლება, რომ მთელი ქალაქი აბასთუმანი დაეუფლოს, ცადაეუფლოს, მისი უფლება ფულზე არის ტოტალური, ამ ქვეყანაზე ტოტალური, ამ ქვეყნის ბედზე ტოტალური, ამ ქვეყნის მომავალზე და ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე მას აქვს ერთპიროვნული უფლება და მის გარეშე არავის არ აქვს არანაირი უფლება. არც თუნდაც ოცნების ძველ წევრებს და წარმომადგენლებს ან დღევანდელ. ყველა არის დამოკიდებული ერთის ნებაზე და მის ტოტალურ უფლებაზე. ნანა ანდღულაძე იგივე თემას აგრძელებს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თეატრებიდანაც გამოშვეს მსახიობები. აღარ არიდებიან ხალხის საყვარელი ხელოვანების დაჩაგვრას. ეს უკვე ბოლო ეტაპია ალბათ. როდისერიდებოდნენ? წელიწად ნახევარი არის, რაც ანდრო ჭიჭინაძე ციხეში არის და ბევრი სხვა ხელოვნების წარმომადგენლები არაფერს არ ერიდებიან, დიდი ხანი არის. მე უფრო მიკვირს ის, რომ საზოგადოება მაინც ამ ყველა მაგალითების, სასტიკ მაგალითების წინაშე ჯერ კიდევ არ არის მთლიანად შეკრული და სოლიდარული. ცალ-ცალკე უდგებიან, ცალ-ცალკე საკითხებს. ანუ იმ თეატრიდან გაანთავისუფლეს, იმ თეატრის დასი გამოვა და გამოაცხადებს სოლიდარობას. მეორე თეატრი ამ დროს დუმს, იმიტომ რომ შეიძლება გადარჩეს. ასევე უნივერსიტეტებში, სანამ ერთ უნივერსიტეტს ეხება, მანამდე მეორე ცოტა არ იყოს ჩუმად არის. ასე მაგალითად კერძო უნივერსიტეტები, რომელიც თვლიან დღესაც, რომ რაღაცას გადაურჩებიან. იცოდეთ ერთი რამე, რომ ასეთ რეჟიმებში წესი არის ასეთი, რომ არავინ არ გადაურჩება. ამიტომ დღეს ჯობია დროზე სოლიდარობა ვიდრე გვიან. იმიტომ რომ მთელი ტექნოლოგია, რუსული ტექნოლოგია, საბჭოთა ტექნოლოგია თუ გინდათ, სწორედ ის არის, რომ უნდა დასაქსო ეს საზოგადოება, ცალ-ცალკე უნდა დაათმობინო, ცალ-ცალკე უნდა დახარონ თავი და არა ერთად დადგენ, ერთად შედგენ და ერთად წინააღმდეგობა გამოაცხადონ. ჩვენ სანამ ამას არ გავიგებთ, ჯერ ვიქნებით სუსტი. როგორც კი მივხვდებით, რომ საზოგადოება უნდა დადგეს ერთად და ყველა დაიცვას ერთად და ერთდროულად, მაშინ ვიქნებით ძალიან ძლიერნი. TikTok-ზე წერენ, ქალბატონო პრეზიდენტო, სომხეთში ომი რატომ არ დაიწყო? იქ ხო Deep State-ი ჩავიდა. იქ Deep State-ი ჩავიდა, არ უთქვამთ, რომ დაიწყეთ ეხლავე ომი. Deep State-ი სხვათა შორის ამერიკის Deep State-ი, რომელიც ადრე იყო ჩასული, პირიქით შეუწყო ხელი იმ ზვავს, რომელიც შედგა აზერბაიჯანის და სომხეთის შორის. სხვათა შორის არც მოლდოვასთვის, არც რუმინეთისთვის, არც უნგრეთისთვის არავის არ უთხოვია, რომ ომში ჩაერთვეთ.
და ეს არის დიდი მოგონილი საკითხი, რომელიც დღეს კიდევ შეიძლება ვიღაცას კიდევ აღელვებს, მაგრამ მე მგონი დიდად ეს უკვე გასული არის დღევანდელი რეალობიდან და უკვე კარგად ვიცით, რომ ომს იწყებს ერთი ქვეყანა, რომელსაც კარგად ვიცნობთ, გამოცდილებაც გვაქვს ამისი და არავინ ევროპიდან არ გვაიძულებს, რომ ვინმეს დაუწყოთ ჩვენ ომი. ამიტომ ამ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს. ხატიამ რამდენჯერმე დაწერა ეს კომენტარი და გვეკითხება უკაცრავად როგორ აპირებს ფონ დერ ლაიენი სომხეთით უმოკლესი გზა ნახოს კასპიის ზღვასა და აზიაში. ვერ გავიგე? როგორ აპირებს ურსულა სომხეთით უმოკლესი გზა ნახოს კასპიის ზღვასა და აზიაში. იგულისხმება საქართველოს გავლის გარეშე. ცხადი არის, რომ საქართველო არის ნაწილი კავკასიის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აერთიანებს შავ ზღვას და კასპიის ზღვას, მაგრამ კიდევ ერთხელ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ, რომ ეს საყრდენი სომხეთში ამას ინარჩუნებს ევროკავშირი და ამითი ჩვენს გვინარჩუნებს. ეს არის რეალურად გზავნილი, რომ კავკასია არ არის მივიწყებული, კავკასია მნიშვნელოვანი არის ევროკავშირისთვის, მაგრამ ვერავინ ვერ გადაახტება იმას, რომ საქართველოში დღეს არის პრორუსული ხელისუფლება და რეჟიმი. და სანამ ეს ასე იქნება, პრინციპში ის დიდი პროექტები მაინც გაყინული არის და მაინც გაყინული იქნება. ნორა კალანდია გვეკითხება, როგორ უნდა დავარწმუნოთ არჩევნებში მონაწილეობაზე ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ხელისუფლებას ენდობიან და არც ოპოზიციას. ჯერ ერთი უნდა დავარწმუნოთ ადამიანები არჩევნებში მონაწილეობაზე, იმითი რომ ჩვენ თუ გვინდა რომ დასრულდეს დროზე და რაც შეიძლება ჩქარა ეს რეჟიმი, უნდა დასრულდეს არჩევნებით, იმიტომ ეს არის ყველაზე მშვიდობიანი გზა დასრულებისა და იმისი, რომ ჩვენ დავაბრუნოთ ქვეყანა თავის გზაზე ძალიან სწრაფად. თუ ჩვენ დავასრულებთ ამ რეჟიმს არჩევნებით, მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველოს გზა ევროპაში ძალიან სწრაფი ტემპით დაბრუნდება და ჩვენ დავიბრუნებთ ყველა იმ საფეხურებს გავივლით, რაც გაჩერებული იქნა ამ რეჟიმის მიერ. მეორე ის არის, რომ თუ იქნება ერთიანობა, რაც უკვე ვთქვი, არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც აირჩიო რომელიმე ოპოზიცია და ან იყო და დარჩე რაღაცა ორცნების პასიური მომხრე, იმიტომ რომ რომელიმე ოპოზიციაში არ მოგწონს. უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, უნდა გაერთიანდეს წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობამ უნდა მოიგოს არჩევნები. მერე და მხოლოდ მერე მოვა დრო, რომ ყველამ შეარჩიოს ვინ და როგორი ოპოზიცია მოეწონება მას, ანუ გულისხმობ რომელი პოლიტიკური პარტია, რომელი იდეოლოგია და რომელი პროგრამა, რომელი პარტიის მოეწონება ვინმეს. მაგრამ ჯერ არის პირველი ნაბიჯი გადასადგმელი და ეს ნაბიჯი არის ერთიანი, ერთობლივი, საზოგადოებრივი გამარჯვება ამ რეჟიმზე. კოტაკეფიანის კითხვა, რეგიონებში ცალკეული სოციალური პროტესტების მიუხედავად პოლიტიკური პროტესტი მაინც მხოლოდ დედაქალაქში რჩება. როგორ უნდა გაფართოვდეს პროევროპული მობილიზაცია თბილისის გარეთ ისე, რომ ეს სურათი შეიცვალოს? ეს კიდევ ერთხელ სურათი შეიცვლება არჩევნებით, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობა არსებობს რეგიონებში, ვინც კარგად იცის რეგიონები, ძალიან კარგად ხედავს, რომ იქაც არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ რეგიონებში თუ სადმე ყველაზე კარგად გრძნობენ, რამდენად მიტოვებული არის რეგიონი, რამდენად მიტოვებული არის ყველა სახელმწიფო ინტერესი მთელ ქვეყანაში. იმერეც გადახედეთ რა დღეში არის და თუ რამე გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დარჩენ სახლების გარეშე და სოფლების გარეშე, მათ დახმარებისთვის რამე თუ გაკეთდა.
გადახედეთ დღეს ახლა უკვე კახეთში აიგრძალა ვენახის გაშენება თუ არა სახელმწიფო და ანუ რეჟიმის თანხმობით და ნებართვით, ანუ აბსურდული რაღაცები ხდება. ბათუმი დიდი ქალაქები იყო წინააღმდეგობის ქალაქები და რჩება წინააღმდეგობის ქალაქები. მარნეული გამოვიდა და აჩვენა რეჟიმს, რომ ის თუ ესენი თვლიან, რომ მათი იქნება ყოველთვის მარნეული და შეუძლიათ მათ ჩააყრევინონ ის ხმები, რაც მათ ჭირდებათ, არ არის სწორი და ყველაფერზე არ წამოვლენ და სხვათა შორის დაიხია უკან რეჟიმმა ამ შემთხვევაში. ასე რომ ძალიან ბევრი მიზეზი და საბაბი არის იმისი, რომ რეგიონებში არ იყოს ის ვითომცდა ოცნების მიმართ ძალიან კეთილგანწყობა. მაგრამ ელოდება რეგიონი, როგორც ელოდება თბილისი, იმ მომენტს, როცა გაჩნდება პერსპექტივა, ესე იგი ერთის მხრივ არჩევნები და როცა გაჩნდება ეს ერთიანობა საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ უნდა ყველამ ერთად შევქმნათ. ემიგრანტების არჩევნების წარდგენილ ხმებზე რას ფიქრობთ? მე მგონი არაერთხელ მithქვამს უკვე. რას უნდა ვფიქრობდე? მე მაინტერესებს რას ფიქრობს ემიგრაცია. რატომ არის ჩუმად? როგორ შეიძლება რომ წაგართვან ამ ფორმით პირდაპირ შენი ღბულათაც არა, შენი ხმა და ამაზე მეტი რეაქცია არ იყოს. ამას ვამბობ მე, როცა საჭირო არის, რომ ყველა სეგმენტი საზოგადოების უნდა გაერთიანდეს თავისი უფლებების დასაცავად. არ შეიძლება რომ მე ამაზე დავდუმდე, გავჩუმდე, იმიტომ რომ რაღაცა სადღაც მუშაობ და არ მცალია ამისთვის, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ გარეთ როცა ცხოვრობ, ამან არ გამოგიყვანოს წყობიდან და არ გამოთქვა შენი აზრი თუნდაც. არ იყოს დიდი პეტიცია გამართული უცხოეთში ამის წინააღმდეგ. არ ვიცი, მე ძალიან მიკვირს. ბევრი რამე მიკვირს, მაგრამ ეს ყველაზე უფრო. ლუკა ქავთარაძე საინტერესებს პოლიტიკას მართლა ბიძინა მართავს? არა მე. კი, რას ფიქრობთ ამერიკის და ირანს შორის ომზე? ძალიან რთული კითხვა არის, იმიტომ რომ ომის ასურველი ცხადია არასოდეს არ არის და მით უმეტეს ჩვენთვის ამ რეგიონში ნამდვილად არ გვჭირდება კიდევ ერთი კერა დესტაბილიზაციის იმ დროს, როცა ჩვენ ვართ დესტაბილიზაციის ცენტრში, როცა ჩვენთან მიმდინარეობს უხილავი ომი რუსეთის ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მეორე ის არის, რომ როცა ასეთი კერა გაჩნდება მნიშვნელოვანი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს შორის და ირანის შორის, რომელიც შესაძლო არის ხვალ გახდეს ბირთვული ქვეყანა, მთელი ყურადღება გადატანილი არის ამის კენდა ამ მხრივ ჩვენ ვართ კიდევ უფრო დავიწყებული, მივიწყებული ამ ჩვენ ჰიბრიდულ ომის წინაშე და ამ მხრივ ძალიან ჩვენთვის პრობლემატური არის. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვნახოთ რამდენად შეძლებს ამერიკა იმას, რომ რეალურად აღმოფხრას ის დიდი საფრთხე, რაც არის ბირთვული იარაღის მქონე ირანი. როგორც ვნახეთ, ირანს აქვს ძალიან ძლიერი შეიარაღება, ბევრად მეტი, რაც გამოჩნდა ამ ომის პირველ პერიოდში, ბევრად მეტი ვიდრე რაც იყო ცნობილი სხვების მიერ, გარეთ ქვეყნების მიერ. ესე იგი, ბევრად უფრო წინ წასული არის და მზად არის იმისთვის, რომ გამოიყენოს მთელი ეს მისი შეიარაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბირთვული ირანი იქნება კიდევ უფრო დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის და ამდენად
მთელ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ მოხდეს. დღეისათვის ბოლო კითხვა მაქვს ნარგიზა აბულაძე გეკითხება თქვენი დიპლომატიური კარიერის გათვალისწინებით რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება რომელიც პრეზიდენტის რანგში მიიღეთ ყველაზე რთული გადაწყვეტილება როგორც ასეთი გადაწყვეტილებას ვერ ვიტყვი მომენტები იყო ძალიან რთული და როცა გრძნობდი რომ რაღაცა დიდ გამოწვევის წინაშე ვიდექი. პირველი ასეთი იყო ნამდვილად როცა რუსეთთან მოლაპარაკებების ბოლო პერიოდი იყო და ვიცოდი რომ გადამწყვეტი მომენტი იყო და ან გამოვიდოდა და ან არ გამოვიდოდა ეს რუსული ბაზების, სამხედრო ბაზების გაყვანა და ამ მომენტში გრძნობდი სრულიად თუ რა დიდი პასუხისგებლობა მეკისრა მაშინ. მეორე ისეთი გადამწყვეტი მომენტი იყო, თუმცა მაშინ მე არ მიფიქრია იმაზე რა უნდა მექნა ან არ მექნა, როცა გამოვაცხადე რომ იპოდრომზე უნდა გამოსულიყო ყველა ვინც არ ეთანხმებოდა და ვინც ხედავდა უკვე რომ სააკაშვილის რეჟიმი სხვა მიმართულებით მიდიოდა. მაშინ არ ვიცოდი ვინმე გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა და ამდენად ეს შეიძლება ნაკლებად შეგნებული, მაგრამ ასევე მძაფრი გადაწყვეტილება იყო. კიდევ არაერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო. არ იყო რთული ის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში, როცა იმპიჩმენტის მერე მომიწია ისევ წასვლა ევროპაში იმისთვის რომ დამეცვა ჩვენი ევროპული მომავალი, ეს იყო ძალიან ბუნებრივი გადაწყვეტილება და ეხლა მოდის ალბათ კიდევ დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების. დღეისათვის სულ ეს იყო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.